მოგესალმებით, აღზრდის სკოლა მშობლებისათვის გრძელდება. ვაგრძელებთ მამების თემას ქართლის დედის ქვეყანაში, ეს ჩემი საყვარელი თემაა და დღეს სტუმრად მყავს განსხვავებული სტუმარი, ეს არის მომღერალი მარიამ კოტრიკაძე. მარიამი, რომელსაც თქვენ ტელეეკრანებიდან სულ სხვა ამპლუაში იცნობთ, როგორც მხიარულ, მიზანდასახულ, ძლიერ პიროვნებას, რომელიც 15 წლიდან სცენაზე დგას და არ უშინდება კონკურსებს, არ უშინდება ქარიშხლებს, წარუმატებლობას, წარმატებას. დღეს ჩვენ მარიამთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან თემას გავშლით. ეს არის მისი ბავშვობა, რომელმაც მამის გარეშე გაიარა და თუ როგორ აქცია მან თავისი უმამოდ განვლილი წლები რესურსად და თავისი კარიერის წინსვლაში საწვავად როგორ გამოიყენა. ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. გამარჯობა მარიამ. მოგესალმებით, მადლობას გიხდი პირველ რიგში მოწვევისთვის. სიმართლე გითხრა, რაღაც პირველად საუბრობ ესე ვრცლად ამ საკითხთან დაკავშირებით და შეიძლება ცოტა ემოციურიც იყოს, არ ვიცი. დავიწყოთ. იცი, პირველად როდესაც გაგიცანი, ეს იყო ალბათ 14-15 წლის იყავი. მაშინ ვაორგანიზებდით საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა დეფილეს. ანუ ქალბატონები ქიმიოთერაპიიდან პირდაპირ პოდიუმზე მოდიოდნენ და მახსოვს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ემოციური მათი მხრიდან ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა შენც იყავი ამისი მონაწილე და მზად იყავი რომ იმითი რითიც შეგეძლო შენი ხმით, შენი სცენიურობით ყოფილიყავი ამ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე. და მახსოვს ჯერ კიდე მაშინდელი დროიდან, როდესაც შენ ერთ-ერთი კონკურსის წინა ინტერვიუში გააჟღერე რომ ძალიან გინდოდა რომ სცენაზე მდგარი მამას დაენახე. და აი მოდი აქედან დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა გკითხო უმამოდ რა ასაკიდან გახსოვს შენი თავი? მოკლედ, თავიდან რომ დავიწყოთ ისტორია, დავიბადე მოსკოვში. 4 წლამდე ასე თუ ისე მქონდა კომუნიკაცია მამასთან, თუმცა როდესაც გადაწყვიტა დედაჩემო რომ ჩვენ უკვე საქართველოში უნდა დაუბრუნებულიყავით, ბოლო შეხვედრა იყო, როდესაც გაგვაცილა ეს მატარებლის ბაქანამდე, ესე რომ ვთქვათ, და მის შემდეგ არ მინახავს მამა. ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა, როდესაც ჩვენ ჩამოვედით საქართველოში, სატელეფონო ზარით იყო კომუნიკაცია, რომ ნამდვილად ჩავედით და როგორ დაუბინავდით და ეს იყო მისი ბოლო ზარი და მას შემდეგ არც მე და არც დედას არ გქონია კომუნიკაცია მამასთან. ანუ მამა უბრალოდ გაქრა. მამა უბრალოდ გაქრა. მარიამ, რას გეუბნეოდნენ ბავშვობაში? იმიტომ რომ ძალიან რთულია ხოლმე ამის ახსნა ბავშვისთვის. აი, როდესაც ვეკითხები ხოლმე დედებს, რომლის ცხოვრებაშიც მეუღლეები და თავიანთი შვილის მამები აორთქლდნენ, ან რაღაცა ფორმით წავიდნენ, რას ეუბნებიან ისინი ბავშვებს? ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ თან გინდა რომ ბავშვს არ უთხრა ტყვილი, ხო? მაგრამ თან გინდა რომ გული არ ატკინა. აი, შენ შემთხვევაში რა იყო ეს ვერსია? რა გითხრეს? ან რეალურად როგორ იყო საწავიდა მამაო? რა თქმა უნდა, მქონდა მეც კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით, თუ სად იყო მამა, რატომ არ იყო, იმიტომ რომ როდესაც ხედავ რომ შენს თანატოლებს ყოველას თითქმის, რა ვიცი, ასე თუ ისე ხედავ რომ ყავთ მამა, მეც ბუნებრივი იყო რომ ეს კითხვები მქონდა. და მადლობას ვუხდი დედაჩემს, რომ არასდროს არ დაუმალავს ჩემთვის არც ერთი საკითხი, რომ რაღაცა ტყუილის მცდელობა არ ყოფილა რა ჩემს მიმართ. ბავშვობიდანვე ვიყავი შეგუებული იმ რეალობას, რა რეალობაშიც რეალურად ვიყავი და რა რეალობაც დღესდღეობით მაქვს. დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა, რომ ყველაფერი მცოდნოდა ამ თემასთან დაკავშირებით და ყველა კითხვაზე ქონა პასუხი დედას. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად და უფრო ჯანსაღად მივიღე ეს ფაქტიც რეალურად. ხო, არ ყოფილა ის მომენტი, რომ მამას ძალიან უყვარხარ, მაგრამ ამ წუთში ვერ მოდის და მერე როდესღაც ჩამოვა. კი. ალბათ დედაჩემიც არ ელოდებოდა, ალბათ ის პასუხები რა პასუხებიც ალბათ ტყუილი უნდა ყოფილიყო, თვითონ არ უნდა და რომ მომავალში შეჩეხებოდა, ანუ ესე რომ ვთქვათ, მის პასუხებს და ჯობდა რომ რეალურად ვცოდნოდა რაც იყო.
მარიამ, პირველად როდის გაგიჩნდა სურვილი, რომ მამა მოგეძებნა? პირველად მახსოვს აი ეს რაღაც კითხვის ნიშნები ყოველთვის მქონდა და სულ რაღაცა თითქოს ლოდინის რეჟიმში ვიყავით, სულ თითქოს რაღაცას ველოდებოდი, რომ აი ეხლა გამოჩნდება, მაგრამ უფრო მძაფრად ეს მომენტი მივიღე, როცა გარდატეხის ასაკი მქონდა. და როცა უფრო თავისუფლად შემეძლო ის სოციალურ ქსელიდან მაგალითად აქედან მომეძებნა მამა და მოვძებნე სოციალურ ქსელში ვიპოვე ვიყავი 13 წლის და გავედი კონტაქტზე საკმაოდ ისეთი ემოციური ტექსტიც მქონდა მომზადებული და ძალიან დიდი ხანი ფიქრობდი თუ რა ალბათ რა უნდა მიმეწერა პირველად მამასთვის. აა მივწერე, თუმცა რაღაცა ერთი კვირის შემდეგ პასუხი არ იყო. თუმცა პასუხი იყო ის, რომ ნახა და არ გამცა პასუხი. ხო, ყველაზე ასე თქვათ მტკივნეული თემა კი. ოჯახურ ურთიერთობაში და ყველაზე დიდი ტრავმა ოჯახურ სისტემაში არის, როცა უბრალოდ არ გხედავენ და თითქოს არ გაღიარებენ და გინდა რომ კი. დაგინახონ. ეს განცდა ყოველთვის მქონდა, რომ აი მამის მხრიდან თითქოს აღიარება არ დღემდე მაქვს. არის რაღაც კითხვები, რაზე პასუხიც რეალურად არასდროს არ გაქვს და ეს ის შემთხვევაა ზუსტად რაზე რომელზე პასუხიც მე არ მაქვს, მაგრამ თავარია რომ რაღაცა შენს თავში იპოვო რაღაცა ისეთი, რასაც უფრო მეტი დრო უნდა დაუთმო რა და მეტი ენერგია ჩადო. სხვა შორის ამას წინ მყავდა ერთი გოგო, რომელიც ჩემთან მოვიდა, ანუ ფსიქოლოგის კაბინეტში მოვიდა, შემდეგი დაკვეთით დამეხმარეთ, რომ ლოდინი გამოვრთო, თხოვა. აი ეს ლოდინი, რომ სულ მგონია, რომ ან ეხა დარეკავს, ან ვიღაც ქუჩაში რაღაცას რომ მკითხავს, ან გამაჩერებს, ხო, ვიღაცას გზა უნდა, ვიღაცას საათი იქნებ უნდა მკითხოს, სულ მგონია, რომ აი იქნებ ეს მამა ჩემია და თხოვა, რომ აი იქნებ ეს ლოდინი გამომირთოთ, იმიტომ რომ წლებია, უკვე ეს ლოდინი გრძელდებაო. მე რატომ გადავწყვიტე იცი ამ თემაზე გვესაუბრა? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მამებმა ეს რო იცოდნენ, ისინი ასე არასოდეს არ მოიქცევიან. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მეორე მხრიდან მომისმენია მამების აზრი, რომლებსაც იმდენად ეუხერხულებათ თავიანთი საქციელის, ეუხერხულებათ იმ დროის, რომელი დროც მათ დაკარგეს და შვილებთან ერთად არ იყვნენ, იმ ჩაუდებელი რესურსების, გამოუხატავი სითბოს გამო იმდენად ცხენიათ და ეუხერხულებათ, რომ მე უბრალოდ აღარ იციან ამას როგორ უნდა გადაახტენ და როგორ უნდა დაიწყონ თავიდან. ან თვითონ რა უნდა თქვან, ან წამოსულ პრეტენზიას როგორ უნდა უპასუხონ და ამის გამო ძალიან ხშირად იტანჯებიან ისინიც. მესმის სრულიად. დღესდღეობით რო ფიქრობ, აი რატომ არ გამოჩნდა მაგალითად ამდენი ხანი, ხო? ერთი რაღაც ესეთი პასუხი მაქვს, არ ვიცი, რამდენად სწორი შეიძლება ვიყო. ალბათ ფიქრობს იმას, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ადევნებს თვალს. სიმართლე გითხრა, გულის სიღრმეში სულ მაქვს ეგ განცდა, რომ მე თუ ერთხელ მაინც სადმე ტელევიზიაში გამოვჩდი, თუნდაც საქართველოში ან თუნდაც ქვეყნის გარეთ, ვიცი რომ ყველანაირი ინფორმაცია აქვს მას. და ალბათ გონია რომ აი თავის თავთან აქვს რაღაც ალბათ დანაშაულის შეგრძნება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მე მის ცხოვრებაში არ ვარ და ეხლა რომ გამოვჩნდე, რა ვუთხრა ან რა თემაზე შესაძლოა რომ ველაპარაკო ან ასე შემდეგ. ალბათ ეს კითხვები უფრო აქვს. აი ყოველთვის ვცდილობდი რომ მაინც ცუდი კუთხით კი არ შემხედა ამ საკითხისთვის ან გამემტყუნებინა ან ასე შემდეგ. ყოველთვის მაინც კარგს ფიქრობ ხოლმე რაღაცა მაინც მინდა რომ კარგი პასუხიც გქონდეს ამ ისტორიას, ესე რომ ვთქვათ რა. ხო, ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ თუ არ ვიცით რა არის, ხო, ჯობია ისე გვაქვს საშუალება რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოზიტიური პროგნოზები მომენტი მქონდა და ფაქტი იყო, რომ კიდევ ცუდად უნდა ყოფილიყავი განწყობილი მამაჩემის მიმართ. როდესაც ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე გავდიოდი, მაშინ 4 ქვეყანა ვიღებდით მონაწილეობას და იქ გავიმარჯვე, პირველი ადგილი ავიღე და მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი და საზღვრებს გარეთ რო გავსულიყავი, ჭირდებოდა ორივე მშობლის თანხმობა. რეალურად დედის თანხმობა მქონდა, მაგრამ მამის არ მქონდა და ესე რაღაცნაირად ვეცადე რომ გავსულიყავი მამის კვალზე.
ძმა მყავს მე მამის მხრიდან ასევე რომელიც ისიც სოციალური ქსელიდან ვიპოვე და დავეკონტაქტე და ჩემს ძმას მაინც აქვს ურთიერთობა მამასთან. ვთხოვე რომ ის ზუსტად ალბათ 1-5-10 წუთის საქმე იყო რომ დამჭდარიყო და კი დაეწერა ესე ფურცელზე, დაგვეწერა, გაგვეკეთებინა იურიდიულად. და მე შევძლებოდა რომ გავსულიყავი ქვეყნიდან და იქ უკვე მე სხვა ფესტივალი იყო, უკვე 20 ქვეყანა ვიღებდით მონაწილეობას და უფრო საპასუხისმგებლო საქმე იყო ჩემთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც. და ეს ლოდინის რეჟიმი ჯერ გაიწელა საკმაოდ. ერთ კვირაში მჭირდებოდა პასუხი და ერთი თვე ველოდეთ და ბოლოს მივიღე უარი. მან მოგწერა უარი? კი. მითხრა უარი. არ ვიცი რატომ. დღემდე არ მოქვს ამ კითხვაზე პასუხი, არ ვიცი რატომ მოხდა, იმიტომ რომ რეალურად კარგი არაფერია არ მახსოვს ესე რომ ვთქვა და მაინც და მაინც უკვე გააზრებულ ასაკში რომ ესეც გამახსოვრებს თავს, ძალიან რთულია. იცი რატო გადავწყვიტე ამ თემაზე გვესაუბრა, იცი შენ ახლა ჩემი მიდგომა არ არის, მაინდა-მაინც ტრაგედიებში ჩასვლა და რაიმე ნეგატივის საუბარი. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებსაც მიღებული არ ყავთ თავიანთი მამა და ჯერ კიდე ებრძვიან, რომლებმაც ჯერ კიდე ვერ აპატიეს, მათ როგორც წესი ძალიან უჭირთ ხოლმე კარიერულად, ძალიან უჭირთ გარკვეულ სხვა საკითხებში. ახლა მე როგორც დაკვირვებული თვალით, როგორც ფსიქოლოგი გეუბნები და შენ რო გადევნებ თვალს, ესეთი ჯანსაღი დამოკიდებულება და მიუხედავად ყველაფრისა, რომ ამას იმხელა კვალი არ დაეტოვა შენ ცხოვრებაზე, რამხელა შეიძლებოდა რომ დაეტოვა, ეს არის ჩემთვის გაკვირვების საგანი. მაგრამ როდესაც ჩვენ გავისაუბრეთ, მე მივხვდი რომ შენ გააკეთე ის, რაც ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ ბავშვობის ტრავმასთან მიმართებაში და უпростоროდ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ოღონდ ვიღაცა ამას თავისით აკეთებს და ვიღაცას სჭირდება სპეციალისტის დახმარება. ეს არის, როდესაც შენ შეგიძლია შენი ბავშვობის ტრავმაზე დააშენო შენი წარმატება, როცა შენ შეგიძლია ის, რაც არ იყო კარგი, საშენოდ გამოიყენო. და აი ის თუნდაც მახსოვს შენი განაცხადი, რომ გინდოდა რომ მამას დაენახე, ან მამას შეიძლება სინანული ქონოდა იმის გამო, რომ დაგტოვა, ან ენახე რომ შენი წარმატება მისთვის გაგეზიარებინა, რადგან ის უბრალოდ არ იყო და ვერ გაუზიარებდი, მაგრამ გინდოდა მისთვის გაზიარება და როდესაც ეს სცენიდან თქვი, მე მივხვდი რომ ზუსტად აი ამ ტკივნეულმა დეტალებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა შენ კარიერაში. კი, ნამდვილად ესე იყო. ჩემი სცენაზე გამოსვლის, ესე საეთერო გამოსვლის მიზანი იყო ის, რომ მინდოდა მამას დავენახე. ქონოდა თავის კითხვებზე პასუხი, იმიტომ რომ ჩემი მცდელობების მიუხედავად მე ვერ გავედი კონტაქტზე. ამიტომ შევცელი რომ რაღაცა სხვანაირი კუთხით გავსულიყავი კონტაქტზე მასთან. გამოდის რომ ამ შენი მამის არ ყოფნამ გაგიკეთა იმხელა საქმე, რომელსაც ხშირად გვერდზე მდგომი მამებთან ერთად ვერ ახერხებენ ადამიანები, ხო? ფაქტიურად შენ დადექი სცენაზე, რომელიც გახდა შენი მეორე სახლი. კი, და თან თვითონ მუსიკა და სიმღერა ჩემში იმდანად ემოციურია, რომ ყველანაირი ემოციის გამოხატვა შემეძლო, როდესაც სცენაზე ვიდექი და მღეროდი, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო დღემდე, რა თქმა უნდა. როდესაც ვდგები სცენაზე, შემიძლია რომ დავიცალო ჩემი ამ ემოციით, ჩემი შინაგანი რაღაცა გაურკვევლობით და როდესაც ვასრულებ თუნდაც ჩემს საკონცერტო დღეს, მე ვარ სრულიად აი დაცლილი და ალბათ აი წეგან სწორედ ამაზე საუბრობდი შენც რომ მარტივად შეძალიო ამ ყველაფერთან გამკლავებაო, ეს ყველაფერი დამეხმარა, ჩემი პროფესია დამეხმარა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ შემეძლო ყოველთვის ჩემი ემოციები გამომეხატა. იცი რა, ვერ ვიტყოდი რომ მარტივად, ვიტყოდი რომ შეძელი. შევძელი, ხო. ხო, იმიტომ რომ ისეთი ტკივილია, რომ აქ სიტყვა მარტივად ცოტა უადგილოა. კი. კიდე რაზე იქონია ამან, ნუ გარდა იმისა, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი შეიქენი, ნაცვლად იმისა, რომ პირიქით ყოფილიყავი სუსტი, ხო? კი. კიდევ სიმართლე გითხრა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუ როგორ მეორე ნახევარს ავარჩევდი მე ჩემს ცხოვრებაში და როგორი მამა იყოლებოდა ჩემს შვილს. ძალიან საინტერესო. მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა გარკვეული სახის ურთიერთობა მქონდა
საპირისპირო სქესთან. ყოველთვის ვუყურებდი აი რაღაცა მეორე თვალით, რომ აი ჩვენ რო შვილი გვყავდეს, როგორი იქნება ის ჩემი შვილისთვის, რამდენად ზრუნველი იქნება, რამდენად მოსიყვარულე იქნება, იმიტომ რომ რაც მე მაკლდა მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემ შვილს ქონოდა. და დღეს რო ვუყურებ ჩემი შვილის და ჩემი მეუღლის ურთიერთობას, აი არ ვიცი, ვივსები, ვტკბები და ჩემთვის რაღაცა სხვაგანცდა, სხვანაირ ემოციას ბადებს ჩემში მათი სიყვარული. იმიტომ რომ ჩემ შვილს აქვს დღეს ის, რაც მე არ მქონდა ბავშვობაში. სხვათა შორის აი ეს გააზრებული არჩევანი მეუღლის. ძალიან ხშირად როცა ქალთა კურსებს ვატარებ ხოლმე და რაღაცა გოგოების საზოგადოებაში ვსაუბრობ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის რა თქმა უნდა პარტნიორულ ურთიერთობაზე და მეუღლის ბჭყალებში შერჩევაზე, ხო? კი. არის ხოლმე ძალიან ხშირად მსჯელობა იმაზე, რომ რა არის მთავარი. და ნუ გოგოები ამბობენ ხოლმე, რომ როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, რომ იცხოვრო კონკრეტულ ადამიანთან, მთავარი არის სიყვარული. და სულ ამბობ ხოლმე, რომ სიყვარული არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ოჯახური ცხოვრება არის აგრეთვე გარკვეული მენეჯმენტი. კი. და გარკვეულწილად თუ შენ გაქვს გეგმაში და მიზნებში რომ ყავდეს შვილები, აუცილებლად უნდა დაფიქრდე იმაზე, თუ ადამიანი, რომელსაც არჩევ, როგორი მამა შეიძლება იყოს შენი შვილისთვის. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი. ემოციებით დაიწყო, მაგრამ ეგ ისეთი ზღურბლია, შეიძლება მანდ დაამთავრო. თუ იმიტომ რომ ჩაგერთოს ელემენტარული კრუხის ინსტინქტი, ხო? და დაამთავროს შენი, ესე ვთქვათ, ლამაზი რომანტიული ურთიერთობა, იქ, როდესაც უკვე ჩათვლი რომ შენი შვილი ზიანდება. კი. ესეა ნამდვილად. მე ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცოდი, როდესაც ეს ურთიერთობას ვიწყებდი ჩემს მეუღლესთან, რაღაცა მიზნები გაქვს ყოველთვის და რაღაცა მოლოდინები გაქვს რა, როდესაც ურთიერთობაში ხარ. და აი ეს ყოველთვის მქონდა, რომ როგორი მამა იქნებოდა ჩემი შვილისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი საინტერესო კითხვა მინდა დაგისვა. ნახე, არის ისეთი გამონათქვამი, რომ ზოგსო უნდაო, რომ უკეთესი კარგი მამა ყავდესო და ზოგს საერთოდ უბრალოდ მამა რო ყავდეს ის უნდაო. კი. მე მაქვს ესეთი კითხვა, როგორ ფიქრობ შენ დღევანდელი გადმოსახედიდან, ოღონდ ყოფილიყო მამა, რომელიც ხედავს და გაღიარებს და შეიძლება ქონოდა თავისი მინუსები და ასე შემდეგ, არ ყოფილიყო იდეალური და საუკეთესო, თუ ჯობდა თუ არ იქნებოდა ისეთი როგორიც შენი შვილისთვის არჩი არ ყოფილიყო საერთოდ. მე ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება ზუსტად ისე წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე ესეთი მარიამი არ ვიქნებოდი. ამიტომ მადლიერი ვარ სამყაროსი, ღმერთის, ჩემი არაჩვეულებრივი დედის, რომ ზუსტად ისე წარიმართა ჩემი ცხოვრება, როგორც უნდა წარმართულიყო. მოდი ვისაუბროთ იმაზე, როგორი დედაა მარიამ კოტრიკაძე, რომელიც ყოველ საღამოს უნდა იდგეს სცენაზე, ხო? და შეიძლება ყოველ საღამოს ბავშვსაც ვერ აძინებდეს. და ვერ ეჯდეს გვერდი და ვერ უყვებოდეს ზღაპარს, ხო? აი, მოდი მომიყევი თუ შეიძლება რეალიზებული როცა ხარ, როგორ გამოდის ეს დედობა. მოდი მაშინ ეს მშობლური ისტორიასაც თავიდან დავიწყებ. მაქსიმალურად ზოგადად ჩემს ცხოვრებაში ვარ ძალიან ენერგიულად ყველა მიმართულებით რა და ჩემი პროფესიული კუთხითაც არ შემიძლია მოკლედ ესე რომ ვთქვათ, რომ სახლში ვიჯდე, საქმე არ მქონდეს, ყოველთვის რაღაცას უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის რაღაც სასში უნდა ვიყო ჩართული, ხან რას ვიგონებ, მოკლედ გარდა ამ პროფესიისა მქონია სხვა მიმართულებითაც საქმეები, ესე რომ ვთქვათ. საკმაოდ ესე 7-8 თვემდე ორსულობის ჯერ კიდევ სცენაზე ვიდექი და მუშაობდი. მე უკვე ფიზიკურად აღარ შემეძლო და ისედაც ვიცოდი, რომ რაღაც პერიოდი მომიწევდა, რომ სახლში ყოფილიყავი. თუმცა იმაზე ნაკლები ვიყავი სახლში, ვიდრე მოლოდინი მქონდა. ერთი თვის იყო
ევა, როდესაც დავიწყე ისევ სამსახურში სიარული, ესე რომ ვთქვათ. ძალიან რთული იყო საკმაოდ ჩემთვისაც, იმიტომ რომ რეალურად ეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ესე რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ იყო ჩემში და ყოველთვის რაღაცა სინანულის განცდა მქონდა, რომ ჩემში ვტოვებდი და მე უნდა წავსულიყავი სამსახურში და ის რაღაც 3-4 საათი მე შულთან არ ვიქნებოდი. ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. თუმცა აი ამ ყველაფერმა მე გამააზრებინა რეალურად ის, რომ მე თუ ჩემი საქმე არ მაქვს, მე თუ არ გავაკეთე ის, რაც მე მინდა რომ გავაკეთო, შესაბამისად ვერ გავცემ საჭირო სიყვარულს, საჭირო სითბოს ჩემი შვილისთვის, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიქნები შემდგარი. აი ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, შემდეგ უკვე ცოტა მარტივად დავასრულე ეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც, ჩემს თავს დავუბრუნდი იმ მარიამს, რაც ვიყავი მანამდე. და მგონია რომ ყველა ქალს და ყველა დედას უნდა ჰქონდეს თავისი საქმე. თუნდაც რაღაცა ის 2 საათი იქნება თუ 3 საათი აუცილებელია რომ შენს თავს დაუთმო. რომ შენ იყო სრულყოფილი, რომ შენ შვილს მე სრულყოფილად გაუნაწილო ის სითბო და ის სიყვარული, რაც მას სჭირდება. ძალიან საინტერესო მხრიდან გაშალე ნახე, მეგონა რომ მომესმამარა რამდენჯერმე გაუსვი ხაზი, რომ უნდა იშრომო, აბა რა უნდა ქნა კი არა, გააკეთო საქმე, რომელიც გინდა რომ გააკეთო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ხშირად ნახე, ჩვენ რა ადამიანები გადაწყვეტილებას ვიღებთ ხოლმე, არა იქიდან გამომდინარე რა გვინდა. არამედ იქიდან გამომდინარე რა გვიჭირს, ან რა გვევალება, ან რა ვალდებულებები გვაქვს. და შულთან ურთიერთობაში არის ერთგვარი მახე. როდესაც მე მაქვს სამსახური, რომელიც არის ჩემი ძალიან საყვარელი თუ სოციალიზაციის საშუალებაა ჩემთვის თუ თვითრეალიზების რა მნიშვნელობა აქვს, ხო? აქ იწყება ხოლმე აქცენტირება იმაზე, რომ მე უნდა ვიმუშაო, იმიტომ რომ ყველა მუშაობს და აბა რა ვქნა ჩვილო, ხო უნდა ვმუშაობდე. იმიტომ რომ თითქოს აი დანაშაული შეგრძნება აქვს მშობლებს, რომ ახსნან რატო მიდიან სამუშაოდ და რატო არ არიან მიძღვნილი 24/7-ზე. და აი ის შენი აქაც გააზრება იმისა, რომ იმიტომ კი არ მივდივარ სამსახურში, რომ აუცილებლად შეიძლება ხვალ საჭმელი ვერ ვჭამო. არა, იმიტომ რომ მე უნდა შევივსო, უნდა ვიყო რეალიზებული იმისთვის, რომ ჩემ შვილსაც მივცე მაგალითი. ზუსტად და აქვე დავამატებ იმას, რომ ეს ბუნებრივია და დაუწერელი კანონია, რომ შვილს ყოველთვის უნდა და სურს, რომ დედასთან იყოს ესე ჩახუტებული, ყოველთვის გაუნაწილოს სითბო და მეც მქონდა ეს მთელი ბავშვობა რაღაცა, როდესაც დედაჩემი სულ აი ამ განცდაში ვიყავი, რომ დედაჩემი როდესაც მუშაობდა და სულ მუშაობდა, აი მართლა ალბათ რა ვიცი 24/7-ზე თუ არა, მთელი დღის გრაფიკი ყოველთვის იყო საქმეში და მე აი ამ ყველაფერს ვუყურებდი მთელი ბავშვობა, თუ როგორ შრომობდა დედაჩემი, როგორ ქონდა თავისი საქმე და მეც ყოველთვის მქონდა განცდა იმის, რომ სულ მენატრებოდა რა დედა და ყოველთვის მინდოდა დედასთან. და ეს აი ამ სიტუაციის ესე შემხედვარი რო არ ყოფილიყავი, ალბათ დღეს მე სხვანაირი ვიქნებოდი რა, მაგრამ გამომიმუშავდა ის, რომ მეც აუცილებლად უნდა მქონოდა ყოველთვის ჩემი საქმე, ყოველთვის უნდა ყოფილიყავი შემდგარი, ისეთი როგორიც იყო დედა. იცი, მესმის რასაც იძახით, თუმცა აი ხა წინა პოდკასტში ვსაუბრობდით ზუსტად იმ თემაზე, რომ არა აქვს მნიშვნელობა თქვენ 24/7-ზე იყავით თქვენ შვილებთან, თუ არ იყავით 24/7-ზე, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ იყოთ იდეალური მშობლები, თქვენი შვილი მაინც მონახავს მიზეს, რატომ შეიძლება მოხდეს ფსიქოლოგის კაბინეტში. აუცილებლად. და მე სხვადასხვა შემხედრიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ხო, ნუ აი რომ დედამ თავისი ზრუნვით ძალიან დამღალა. აღარ შემიძლია ამდენი ზრუნვა. ანუ აქ საუბარი უმადურებაზე კი არა, აქ საუბარი იმაზე, რომ ბავშვის აღქმა ისეთია, რომლის მოსაწონსაც მუდმივად ყველა საქციელს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამიტომ უნდა ავირჩიოთ ის, რომ ჩვენც დავრჩეთ ჩვენი თავი, იმიტომ რომ ჩვენ თავს თუ დავკარგავთ, ძალიან ცუდი მაგალითი ვიქნებით საკუთარი შვილებისთვის. ზუსტად, გეთანხმები. ნამდვილად ასეა. და ძალიან მნიშვნელოვანია დედას დამოკიდებულება შვილის მიმართ.
ხო, ზედმეტი არასდროს არ არის რა ცხოვრებაში კარგი, არაფერი, არც ზედმეტი ზრუნვა, არც ზედმეტი ბრაზი, ჩხუბი, რაღაც აი ოქროს შუალედი ყოველთვის უნდა მონახოს ხოლმე დედამ შვილთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ესე რომ ვთქვათ რა. ყოველთვის განვიცით და ყოველთვის ფიქრობ, რომ თან ახლა რაღაც ცოტა სხვანაირი თაობის ბავშვები მოდიან, აი მე კიდე სხვანაირი ბავშვობა მქონდა და ბევრ რაღაცაზე კითხვები არც მქონდა. დღეს ისეთ კითხვა შეიძლება დასვას ჩემო შვილმა, რომ ჯერ ვფიქრობ რა პასუხი გავცე, რომ აი რაღაცა ჩემმა პასუხმა მას ზიანი არ მიუტანოს და რაღაცა სწორად მინდა რომ მივიტანო მასთან ის პასუხი, რაც მას დააკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ერთი კითხვა დღის მანძილზე ალბათ 100-ჯერ დასვას, მაგრამ 100-ჯერვე ვცდილობ, რომ ძალიან მშვიდად და რაღაცა ისე ვუპასუხო ხოლმე რა და ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს კიდე ცოტა ვფიქრობ, რომ შეიცვალა დედის და შვილის ურთიერთობები და დამოკიდებულებები, ვიდრე იყო ეს თუნდაც ჩემს ბავშვობაში. ხო, ბავშვები სასწაულ კითხვებს სვავენ ხოლმე. მე მქონდა ხოლმე რაღაცა კოლექცია კითხვების, რომელსაც ბავშვები სვავენ. მახსოვს, ჩემ მეგობრის ბავშვმა იკითხა, როდესაც რაღაც ანგელოზებს ათვალიერებდა ეკლესიაში და რაღაც ფრესკებს, ხო? იკითხა, რომ ანგელოზები რატო არ არიან შავკანიანები? ხო. დები? ან ხო, არ რატო არის არ გასაკვირი ეს შეიძლება კითხვა, იყოს? რომ დაიღო. ხო, მამაოები რატომ მამაო არ შეიძლება იყოს ქალი? ანუ ხო. უამრავი საინტერესო კითხვა. კითხვა აქვს ბავშვებს, რომლებსაც ჯერ კიდე კრიტიკული აზროვნება აქვთ ჩართული და კი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავაფრთხოთ ეს კითხვები კი, და კი. რომ ამ კითხვებზე გქონდეს პასუხი. ასე რომ ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც ხარ დედა. კი. ძალიან ესეთი მოდური ტენდენცია არის, რომ საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში, როდესაც დასრულები იწყებენ რაღაც საკუთარ განვითარებაზე ზრუნვას, საკუთარი თუნდაც ტრავმების დამუშავებას, ძალიან ხშირად იშვერენ ხოლმე ხელს საკუთარი მშობლებისკენ. რომ მე რაღაც ისე არ გამომდის, იმიტომ რომ სიტყვაზე მამა არ მყავდა ისეთი როგორც უნდა ყოფილიყო, რაღაც არ გამომდის, იმიტომ რომ დედას ჩემთვის არ ეცალა და ასე შემდეგ და სულ ხას უსვამ ხოლმე მე როცა მაქვს საშუალება და კარგია რომ შენი მაგალითიც გვაქვს დღეს რომ შეგვიძლია არ გავიშვიროთ ხელი წარსულისკენ და შეგვიძლია რესურსად გამოვიყენოთ თუნდაც ის ტკივილები რომელიც ჩვენს ბავშვობაში შესაძლოა ყოფილიყო. კი. მქონია სხვათა შორის ბავშვობაში, კაი გარდატეხის პერიოდში, როდესაც ვცდილობდი კონტაქტზე გასვლას მამასთან და უკვე კავშირი არ მქონდა. ანუ მამაზე კი არ ბრაზდებოდი თითქოს აი ამ შემთხვევაში. დედასთანაც მქონდა ისეთი მომენტები, რომ ძალიან უხეშად და ისეთ მithქვამს, რომ ცი რა, შეიძლება შენი ბრალია, რაც მოხდა და რატოც ხდება. რის გამოც უდიდეს ბოდიშს ვუხდი დღეს დღევანდელი გადმოსახედიდან ესე სრულიად არ ვფიქრობ. თუმცა იმ მომენტში თითქოს რაღაც პასუხებს ეძებ თუ რატო ხდება და არ გაქვს ამაზე პასუხი და ყველა სადანაშაულებ საკუთარ დედასაც კი. თავარი კითხვა რა იყო მარიამ? რატომ არ იყო მამა ჩემს გვერდით, როდესაც ვხედავდი რომ სხვა ბავშვებს სკოლაში აკითხავდნენ, ვხედავდი რომ სხვებს ყავდათ მამა და მე რატო არ მყავდა და არც ვიცოდი რეალურად ამაზე პასუხი. ყოველთვის მქონდა რაღაცა პასუხგაუცემელი კითხვა რა, რომელიც რეალურად დღემდე მაქვს. უბრალოდ დღეს იმდენად უკანა ფლანგზე გადაინაცვლა ამ კითხვამ, რომ წინ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ისეთი ისტორიები მაქვს, რასაც უფრო მეტი ენერგია და დრო უნდა დავუთმო, რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია. იცი რა, ძალიან საინტერესო პასუხი გვაქვს ხოლმე მაგ კითხვაზე. როდესაც მშობელი არ ყავს რეალურად, რომელიც გვიპასუხებს, რომ მას სხვანაირად არ იცოდა და სხვანაირად არ შეეძლო. კი, რეალურად დარწმუნებული ვარ, რომ დედასაც არ აქვს ამაზე პასუხი. უბრალოდ არიან ადამიანების ისეთი კატეგორია, რომელსაც არ შეუძლიათ ალბათ ესეთი პასუხისმგებლობის განცდა არ აქვს. არ ვიცი რა შეიძლება დავარქვა, ანუ ზოგი არ არის დაბადებული იმისთვის, რომ იყოს მშობელი. არ გააჩნია ეს რაღაცა პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც უნდა ქონდეს ყველა მშობელს. და ეს მზრუნველობის და სიყვარულის გადმოცემის, არ ვიცი, ალბათ არიან ასეთი ადამიანის კატეგორიის ადამიანები.
და ერთ-ერთი ალბათ არის მამა ჩემი. სხვათა შორის ნახეთ ჩვენ ყოველთვის როცა ვსაუბრობთ რაღაცა მსგავს ფაქტზე, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენ რა გვეთკინა, ხო? და რაღაც გამართლებად შეიძლება მოვუძებნოთ უპასუხისგებლობა, მაგრამ რეალურად იმის იქითაც ხდება, ხო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ იღებს პასუხისგებლობას, ხო, რომელსაც არ გააჩნია ემპათიის გრძნობა, ან რაღაც დიდი სიყვარულის გრძნობა, მის უკან აუცილებლად დგას მისი ბავშვობა. და მისი მტკივნეული მომენტები, იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანები ასე არ იქცევიან, ხო? ბედნიერი ადამიანები იქცევიან სხვაგვარად. ამიტომ იმაზე მუშაობა, რომ მე ვიყო ბედნიერი, არის არა ეგოიზმი, არამედ მაქსიმალურად უმაღლესი ვიტყოდი სამიზნე საკუთარი განვითარების. იმიტომ რომ ბედნიერება არის მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაღწიო გარკვეული საკითხების გადაფასებით. ნუ თუ არ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ბავშვობაზე. ბავშვობაში შეიძლება რაღაცა ერთი ჩუპა-ჩუპსის გამო იყო ბედნიერი. ან მარტო იმიტომ, რომ მოეფერე მეზობლის თუთი ყურს, ხო? კი, თუმცა ბავშვობის საკითხებით ძალიან დიდ როლს თამაშობს, მე უკვე რასაკვირველი. ასაკში. კი. მაგრამ უკვე 40 და 50 წლის ასაკში ბედნიერი რო იყო, იმიტომ რომ მოეფერე თუთი ყურს, ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება, ხო? რომ შენ ყველაფერი რაც ბავშვობას და დასრულებას შორის არსებობს, ის ძალიან კარგად გადაამუშაო და იქიდან საკუთარი თავი ასეთად გამოაწრთო, გაზარდო და გამოიყვანო. თუმცა ბედნიერი მშობლები ბედნიერ შვილებს ზრდიან, ნაკლები აქვთ მათ შვილებს ამუშაო მე უბრალოდ საკუთარ თავზე და ნუ ესეთ რაღაცებს არაკეთებენ. შეგნებულად მაინც არაკეთებენ, თორე შეუგნებლად ძალიან ბევრი რამე და გაუაზრებლად შეიძლება ჩვენს შვილებს რაღაცა მიმართულებით, ასე ვთქვათ, ვატკინოთ გული. სხვათა შორის აი ეს ჩვენი პროექტი, რომელსაც ქვია აღზრდის სკოლა მშობლებისათვის, რომლის გაგრძელებაც არის ჩვენი პოდკასტი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ გააზრებულ მშობლებთან რაღაც ისეთ თემებზე, რომელიც შეიძლება მათ დაეხმაროთ რაღაც გააზრებებში და შვილებთან გაუმარტივოს ურთიერთობა. ძალიან ბევრ თემებს მოიცავს და გეგმავთ ძალიან საინტერესო კურს ტრენინგს, ეს არის ტრენინგი მამებისათვის. სადაც სპეციალისტები, ფსიქოლოგები, კოუჩები, მამაკაცები გაუზიარებენ მამებს. კი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. დღევანდ, ანუ მხოლოდ რაღაცა ყოველთვის იმ საკითხებზე არის ხოლმე, თუნდაც ეს გადაცემები და ასე შემდეგ ჩაწერები, ყოველთვის რაღაც დედის როლი შვილის ურთიერთობაში და უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა ამ საკითხს, მამის ურთიერთობას შვილთან, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მხოლოდ დედა არ არის მშობელი, ანუ მამაც მშობელია და მამასაც აქვს გარკვეული პასუხისმგებლობები მის შვილთან მიმართებაში და აქვს უფლება, რომ სურვილებიც ქონდეს. რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, ბავშვის დედა არის თუ არა მისი მოქმედი მეუღლე, კი. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ ესე რომ ვთქვათ. კი, ამიტომ აღზრდის სკოლას დაემატება ესეთი მოდული, ეს არის მოდული მამებისათვის. ამიტომ მე ამ ჩვენს გვერდზე მოხდება ამისი პოპულარიზაცია და ტირაჟირება. ამიტომ ვისაც გაინტერესებთ, როგორ იყოთ უკეთესი მამა თქვენი შვილისთვის, ისწავლოთ ემოციების სწორად გამოხატვა, ისწავლოთ საკუთარი ბრაზის მენეჯმენტი, აღზრდის გარკვეული დეტალები და რეცეპტები, სადაც უფრო მარტივია გააგებინო ბავშვს. იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა ენებზე ვსაუბრობთ, ხო? მე რაღაცა კეთილი გულით ბავშვის აღზრდას რო ვიწყებ, შეიძლება მისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი ფორმა იყოს, კი? კი, და ამ თემებზე გვექნება ასე რომ გააზრებულ მამებს მინდა ვთხოვო, რომ ძალიან ყურადღებით იყონ, სულ მალე დავაანონსებთ ამ კურსს და იცი, ჩემი პროფესია მაძლევს საშუალებას უკვე 25 წელია, მარიამ, საზოგადოების საუკეთესო ნაწილთან ვურთიერთობდი. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ხართ ისეთი პიროვნება და ადამიანი, რომ ჩვენ დიდი ხანია ესე რომ ვთქვათ, ვიცნობთ ოჯახებით, არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმ ხელა საქმეს აკეთებ შენ, რაც მეგიცნობ, აი ამდენი წლის მანძილზე, რომ ყველას არ შეუძლია ეს რომ გააკეთოს და შენი შინაგანი სამყარო გაძლევს ამის საშუალებას. ძალიან დიდი მადლობა. თუმცა მე რას გულისხმობდი ნახე, როდესაც მაგალითად ვმუშაობთ საკუთარ თავზე,
ვსწავლობთ ბრაზი როგორ დავძლიოთ, შვილები უკეთ როგორ გავზარდოთ, ადამიანები ირჩევენ საღამოს ტელევიზორთან ისხდნენ კი არა და მაგალითად ყავადალიონ ისეინონ უამრავი რამ შეიძლება საღამოს საინტერესო ვაკეთოთ, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას განვითარდნენ. და ეს მე ვფიქრობ მშობელი, რომელიც ვითარდება და სწავლობს უფრო ბედნიერი შვილი როგორ გაზარდოს, აი უფრო დიდი საქმე იმისთვის, რომ ხვალ პლანეტა დედამიწაზე იყოს ცხოვრება უკეთესი, მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. იმიტომ რომ თუნდაც ამ პოდკასტის იდეა, თუნდაც აღზრდის სკოლა მშობლებისათვის ამ პროექტის იდეა იდო სწორედ ამაში. ჩვენ თუ გვინდა ხვალინდელი მომავალი იყოს უკეთესი, ის პატარა ბავშვები, რომელსაც დილით ხედავთ, როგორ მიათრევენ ხოლმე ბაღში ტირილ-ტირილით. ხო? ან სკოლაში როგორ მაგალითად უწევენ ტონს მასწავლებლები, ან არ უწევენ ტონს და სწორად ესაუბრებიან, სწორედ ეს ბავშვები იქნებიან განმსაზღვრელები იმისა, ხვალ როგორი იქნება ცხოვრება პლანეტა დედამიწაზე. ამიტომ ყველაზე დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ამ ბავშვებში, როგორ თუ მშობლებმა მიდგომა არ შეცვალეს და სულ რო ყველაფერი აკეთონ თავიანთი შვილებისათვის, უბრალოდ შვილების ცხოვრება არ შეიცვლება. და არც უკეთესობისკენ არ შეიცვლება ცხოვრება პლანეტა დედამიწაზე. ამიტომ ყველაზე დიდი ინვესტიცია არის ჩადებული შრომა საკუთარ თავში, რომელიც მერე საკუთარ შვილებში ჩაიდება. ნამდვილად გეთახობის სრულიად. ყოველთვის ეს მაქვს ხოლმე თავში მეც და ყოველთვის ვცდილობ, რომ აი ჩემ შვილთანაც გამოვხატო ეს რაღაცა გარკვეული საჭირო დოზით. მარიამ, მე მაინტერესებს თუ გაქვს რაღაცა შენი მხარდაჭერის ფრაზები, რომელსაც შენ შვილს უმეორებ ხოლმე. აი რაღაც მანტრასავით, ის რასაც შენ შვილს ეუბნები ყოველთვის უმეორებ, იმისთვის რომ რაღაცა პოზიტიური კონტაქტი დაამყარო მასთან. მაშინაც როცა შეიძლება გაბრაზებული იყოს. სიმართლე გითხრა, რაღაცა ესე ყველა ასაკს თავისი დამოკიდებულება ჭირდება რა შვილთან მიმართებაში და ეხლა ისეთი ასაკი აქვს ჩემს შვილს 4 წლის ხდება და ის 3-დან 4 წლამდე ცოტა რაღაცა სიჯიუტის და ესეთი გარდამტეხი პერიოდი აქვს, რომელიც რეალურად რაღაცას რო ვეუბნები და ვუხსნი, მგონია რომ სრულიად არ ისმის ამბავს, მაგრამ რაღაც მომენტში ეს ჩემი ნალაპარაკები მხდება ყოველთვის წინ. ესე კონკრეტულად სიტყვები ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება იმ მომენტში რა ფორმით ვუთხარი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ მიმართულება გავაკეთო იმისკენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კარგი ადამიანები. არ უნდა გავაკეთოთ სიბოროტე, ანუ განსხვავებას ყოველთვის ვაკეთებ, რომ რა არის ცუდი და რა არის კარგი და ჩვენ უნდა ავირჩიოთ კარგი. ანუ განსხვავებას ვცდილობ, რომ დავანახო კარგს და ცუდს შორის. ეს უკვე ფრაზებით ხან როგორ შეიძლება რა ფრაზით გამოვხატო ხოლმე, ხან რა ფრაზით და ხო, აი ამას რაღაც ძალიან მნიშვნელობას ვანიჭებ. ხო, აქ ძალიან მნიშვნელოვანია კიდე, ნახე, მახია მანდ კარგს და ცუდს შორის რო ვუხსნით ბავშვს რა არის კარგი, რა არის ცუდი, არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი მახე შემთხვევით ბავშვი რაღაცა კარგი გოგოობის კომპლექსში არ შევუშვათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანებს მერე ებეჭდებათ გონებაში, რომ რაღაცა არის კარგი და ის აუცილებლად ასე უნდა მოიქცეს და მას არ შეუძლია თქვას უარი. ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია უარის თქმა. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც გათხოვდნენ, იმიტომ რომ უარი ვერ თქვეს. და ცოლს ვერ შეორდებიან, იმიტომ რომ დედას ვერ ეუბნებიან უარს. ან სხვა მოყავთ ცოლად, ხვდები? აი ამის უკან დგას მარტივი რამ, როცა დიდი დოზით ეს კარგია, უარის თქმა და ზოგადად ქართულ სინამდვილეში ნახე ითვლება, რომ რა კარგი კაცია, უარს არაფერზე არ გეტყვისო. ანუ ნახე პირდაპირ კარგ ადამიანობასთან არის გაასოცირებული ადამიანი, რომელსაც უარის თქმა არ შეუძლიათ. ახლა ჩვენ რო განსაზღვროთ და რო გაიხსენო ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე კის გეუბნებიან, ანუ უარის თქმა რო არ შეუძლიათ იმათ ცხოვრებას რო შეხედო, ხო და იმათ ოჯახის წევრებს რო კითხო, როგორია მათთვის, მამა ან დედა, რომელიც სულ ვიღაცის დახმარებით არის დაკავებული, იმიტომ რომ უარს ვერ იძახის, უარს ეუბნება საკუთარ თავს. ეს კიდე მეორე უკიდურესობა. კი, ამიტომ აქაც ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორება გავაკეთოთ ხო ღირებულებებზე, რაღაც ადამიანურ ღირებულებებზე. ბავშვობიდან მაშინაც კი როცა ჯერ გონია რომ ბავშვს არ ესმის, ესმის. ესმის ნამდვილად. მაგრამ არ გადავაგდოთ ბავშვი ამ რაღაცა კარგი გოგოობაში და კარგი ბიჭობაში, როცა მნიშვნელოვანი არჩევანის წინ ის გადაწყვეტს ვიღაცის სასარგებლოდ და თავის თავს ეწვის უარს. გავითვალისწინებ. მადლობა ესეთი კარგი რჩევისთვის. მარიამ, იცი რა, მინდა
გკითხო, რამეს ხომ არ ეტყოდი მამას ჩვენი დღევანდელი ეთერიდან? აა ვიცი რა, მამას არაფერს არ ვეტყოდი. არ მაქვს ეხლა სათქმელი მამასთვის არაფერი, მაგრამ ძალიან მინდა რომ დედას ვუთხრა. რომელ კამერაში თქვა? საკითხო. კამერა. მადლობა დედა. ყველა იმ სიკეთისთვის, იმ სიყვარულისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია, ასე რომ ვთქვათ. მადლობა იმისთვის, რომ მე არასდროს მეგრძნია, რომ მამა გვერდით არ მყავდა. და მე რო დღეს ესეთი ვარ და შენ რომ ბევრჯერ ჩემით გიამაყია, ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა. ძალიან მიყვარხარ და ვეცდები ჩემი შვილისთვის იმის ნახევარი მაინც შევძლო, გავაკეთო, რაც შენ მე გამიკეთე მთელი ცხოვრების მანძილზე. მიყვარხარ, ყოველთვის მეყვარები და ჩემთვის შენ ხარ გმირი დედა. ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციური ფრაზისთვის და რამდენჯერაც არ უნდა გქონდეს დედისთვის ეს ნათქვამი, როგორი ემოციურია, როცა დედას ამას ვეუბნებით, იმიტომ რომ ეს ემოცია ყოველთვის ცოცხალია. მადლობა. რომ მომეცი იმის საშუალება, რომ დედა ჩემისთვის კიდევ ერთხელ მეთქვა თუ როგორ მიყვარს და მადლიერი ვარ ყველაფრით. ვისარგებლებ შემთხვევით მარიამ და მე მინდა ჩვენ მსმენელს, ვინც ახლა გვიყურებს, ერთი ძალიან საინტერესო დავალება მივცე ჩვენი ეთერის მეშვეობით. ეს არის წერილი მშობლებს. ეს არის ძალიან ემოციური დავალება, ძალიან მნიშვნელოვანი დავალება, რადგან საკუთარი მშობლებისთვის ერთხელ მაინც უნდა გქონდეს წერილი დაწერილი. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ნაწყენი ხართ საკუთარ მშობელზე, თუ პირიქით ძალიან მადლიერი ხართ. ჩვენს ქვეცნობიერში ყოველთვის არის რაღაცა ფრაზები, რაღაც ემოციები, სიტუაციები, რომლის გამოთქმაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ან ბავშვობაში, ან ზრდასრულობაში. ხანდახან მშობელს გვინდა ვუთხრათ, რომ რატო გამზარდე ასე, თუნდაც, რომ მე საკუთარი თავის დაცვა არ შემიძლია. ან იქნებ გინდოდათ ოდესმე მაინც გეთქვათ საკუთარი მშობლისთვის, რომ უფრო მეტად მოგფერებოდათ, რადგან ზუსტად ჩახუტება გაკლდათ. თუმცა ის ვერ გეხუტებოდათ, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, თქვენთვის ათენებდა და აღამებდა, მაგრამ ის ჩახუტება დღესაც გაკლიათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სავარჯიშო საკუთარ მშობლებთან კონტაქტის აღსადგენად. თუ დედა და მამა არიან დაშორებულები, მე მივცემდი ჩვენ მსმენელებს ცალ-ცალკე დაწერონ ეს წერილები, წერილი დედას, რომელსაც არასოდეს წაუკითხავენ არც დედას და არც არავის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გულწრფელად შეძლოთ ამოიღოთ მთელი თქვენი ემოცია და სათქმელი. და წერილი მამას, ეს წერილი არის ის ადგილი, სადაც თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ თქვათ. ეხლა ვიღაცას შეიძლება გაუჩნდეს პროტესტი, რომ ნეგატივიც შეიძლება ვთქვა, თუ ნეგატივი გადგებათ ენაზე, ეს ნიშნავს, რომ უკვე გულში და გონებაში გაქვთ. და გულში და გონებაში მის დატოვებას ჯობია ამოთქვათ. ეს არის ძალიან ემოციური წერილი, რომელსაც მოყვება ცრემლები, რომელიც არ უნდა გააჩეროთ, ბოლომდე უნდა გამოუშვათ და გამოიტიროთ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური დეტოქსია, შეგიძლიათ ჩართოთ რაღაც ცოტა ესეთი ლირიული მუსიკა, დედას და მამას წერილი მიწეროთ და ამით ხდება მშობლებთან კონტაქტის აღდგენა. სულ სხვანაირი იქნება თქვენი ურთიერთობა ცოცხალ ან თუნდაც არაცოცხალ მშობლებთან ამ წერილის დაწერის შემდეგ. ამიტომ შეასრულეთ ეს სავარჯიშო და მადლობელი ვიქნები თუ გაგვიზიარებთ შედეგებს კომენტარებში. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ესეთი გულწრფელი საუბრისთვის. მადლობა შენ. იმიტომ რომ მე მგონი ასე გულწრფელად აქ თავის ემოციებზე არავის უსაუბრია. მეც არასდროს მისაუბრია, არასდროს ესე ვრცლად ამ საკითხთან დაკავშირებით და
ალბათ რაღაც მომენტში ახლა საჭირო იყო, იმიტომ რომ დიდი ხანია რაღაცა ამ კუთხით არ მიფიქრია, რაღაცა იმდანად გადმორთული ვარ ახლა უკვე ჩემი შვილის ურთიერთობებზე, რომ აი რაღაცა ამ მამასთან ურთიერთობამ ცოტა კიდე უკანა ფლანგზე გადაიწია ესე. იცი რა, მე მინდა შენ დაგპატიჟო ჩვენს სისტემური განლაგებების ტრენინგზე, სადაც ჩვენ იმ ენერგეტიკული ბალანსის აღდგენით ვართ დაკავებული, რომელიც შენ და მამას შორის ჩაწყვეტილია და ეს ენერგეტიკული ჩაწყვეტილი ბალანსი რომ აღდგეს აქ და ახლა და თაობებს არ გადაეცეს, ამაზე შეგვიძლია ვიმუშაოთ, ძალიან საინტერესო მეთოდია. აუცილებლად. ამიტომ გეპატიჟები. ახლა კი მე ჩვენს მაყურებელს მინდა დავემშვიდობო და ვუთხრა, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია ფსიქოლოგოსი და კოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცია. ჩვენი მხარდამჭერია მაღაზიათა ქსელი ჭიტა და ჩემს ჩაცმულობაზე ყოველი პოდკასტის დროს, ყოველ პოდკასტის გადაღების წინ ზრუნავს dressing room studio, რომელიც არიშურებს დროს და ენერგიას, რომ თითეული აქსესუარი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ერთმანეთს შეუხამოს და თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენს ჩაცმულობაზეც ვინმე იზრუნოს, შეგიძლიათ dressing room studios მიაკითხოთ. ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები.